დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში და მე ვფიქრობ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ამბით. დღეს 1 დეკემბერს საქართველოს განათლების სივრცეში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო. პრაქტიკოსი მასწავლებლები სასერტიფიკატო გამოცდებს აბარებენ. ქვეყანა კი პირველად ემზადება ჩვენი ძვირფასი სანუკვარი სახელმწიფო ენის გამოცდისათვის. ამასთან დასრულდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური, რომლის შედეგებიც უკვე მუშავდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხალბატონი ნინო წერეთელი დეტალებს პირდაპირ ეთერში გვიყვება და აღარ გავაგრძელებ იმას, რომ ჩვენ ყოველთვის გვიხარია თქვენი მოსმენა. ძალიან დიდი მადლობა. საგანგებოდ თქვი, აი ქართველებისათვის ხო ერთ-ერთი ყველაზე საფიცარი ქართული ენაა ჩვენი სახელმწიფო ენა, თუმცა პარადოქსია ამ ენის გამოცდა, ანუ ამ ენის რაღაცნაირად დაფასება სახელმწიფო დონეზე ფაქტიურად არ არსებობდა. რას ნიშნავს სახელმწიფო ენის გამოცდა? თუ შეიძლება ჯერ ეს განგვიმართოთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ საშუალებას გვაძლევთ თქვენი ეთერითაც სრულიად საქართველოს შეიტყოს. აი ესეთი ნამდვილად ერთ-ერთი მე ვიტყოდი, რომ ამ ბოლო პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, ნამდვილად ეს ზუსტად ის შეფასება, რაც ამ სახელმწიფო ენის გამოცდას ეხება. მინდა გითხრათ, რომ ეს გამოცდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ენის სტრატეგიის 2023-24 წლის სამოქმედო გეგმით იყო გაწერილი და ამ საერთოდ სახელმწიფო ენის კანონმდებლობით შეფასებისა და გამოცდების ცენტრს დაევალა როგორც მომზადება, ასევე ჩატარება ამ გამოცდების. და დიდი სამუშაო უძღვის ამ ყველაფერს წინ, იმიტომ რომ ჯერ იყოს აუცილებელი აღწერითი ნაწილი, გაგვეკეთებია, მოგვემზადებინა და მერე რა თქმა უნდა ტესტები, მათი აპრობაცია, მათი ფსიქომეტრული ანალიზი, მათი ექსპერტული შეფასებები და დღეს უკვე მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. რას ნიშნავს სახელმწიფო ენის გამოცდა? მსოფლიო რუკას თუ გადავხედავთ, ჩვენ დავინახავთ, რომ თითქმის აღარ დარჩა ქვეყანა, რომელიც სახელმწიფო ენის ფლობის დონის გამოცდას არ ატარებდეს. ევროკავშირის ქვეყნების შეთანხმებით განისაზღვრა ყველა ენისთვის ერთი დონე, A2 დონე, B1 დონე, B2 დონე, C1 დონე. მათ შორის ჩვენი ენისთვის. ზოგადად სახელმწიფო ენისთვის, მოდი ასე ვთქვათ. იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა და როდესაც აი ამ ევროკავშირის ინიციატივა შეუერთა ისეთ ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნები არ არიან, ამერიკის შეერთებული შტატები, თურქეთი გნებავთ, იაპონია გნებავთ, ავსტრალია გნებავთ, ესენი შეუერთეთ. მე პირადად ჩემი აზრით თუ გაინტერესებთ, ცოტა დავაგვიანეთ, მაგრამ ჯობს გვიან ვიდრე არასდროს და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს სწორ დამოკიდებულებას პირველ რიგში საკუთარი ენის სიყვარულს, პატივისცემას და იმას, რაც მსოფლიოში მიღებული სტანდარტია. რას ნიშნავს სახელმწიფო ენის გამოცდა და ეს ისტორია დაიწყო რამოდენიმე წლის წინ, მე მაშინ გახლდით უმაღლესების დეპარტამენტის უფროსი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში და მე მახსოვს ჩვენი მინისტრის მოადგილესთან, როგორ მობრძანდნენ ჩვენი დიასპორების წარმომადგენლები. და ითხოვდნენ ენის ფლობის დამადასტურებელ ცნობას და გამოცდა ვინმე ჩაეტარებია. თუმცა ეს ყველაფერი მაინც არის სახელმწიფო ენის დეპარტამენტის პრეროგატივა, მათი ძალიან დიდი შრომის შედეგი, იმ თვალსაზრისით, რომ მომზადებული იყო, თქვენ იცით, რომ ბატონი გიალი ბეგაშვილი გახლავთ, ამის სააგენტოს ხელმძღვანელი კი ბატონო, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მაინც მთავრობის მხარდაჭერის გარეშე ვერც საკანონმდებლო ბაზა ვერ მომზადდებოდა და რა თქმა უნდა ჩვენც ვერ გავაკეთებდით იმას, რისთვისაც უკვე სრულ მზაობას გამოვხატავთ. რამოდენიმე მიმართულებით შეიძლება ეს ადამიანებს გამოადგეთ, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ძირითადად ეს სახელმწიფო ენის გამოცდა ჭირდებათ როგორც მოქალაქეობის მისაღებად, ასევე დასაქმების კუთხითაც. სამუშაო უფლების თქმა უნდა, ანუ ამ გამოცდას აბარებს ყველა ის ადამიანი, ვინც საქართველოში ცხოვრობს, არის უცხოელი და აქ უნდა მუშაობა და მოქალაქეობის მიღება. ანუ კიდე ჩაგეძიებით. პირობითად ვარ ინდოეთიდან, ძალიან მიყვარს საქართველო, ჩამოვედი და მინდა რომ საჯარო სექტორში დავსაქმდე.
თუ კარგად ჩავაბარებ სახელმწიფო ენის გამოცდას, ეს უფრო მეტი პლუსია სხვასთან შედარებით? უფრო მეტსაც გეტყვით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, უცხოურ ქვეყნის მოქალაქეს აუცილებლად დაჭირდება ამ გამოცდის ჩაბარება, იმიტომ რომ საჯარო სექტორში, აი ნახეთ, ოღონდ მე ვლაპარაკობ სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის უფლებისთვის, ეს მას უნდა კონდეს დადასტურებული სახელმწიფო ენის ცოდნის დონე. ზოგადად მუშაობის უფლებაზეც, იმიტომ რომ ვიხედავთ რა სიტუაცია, ტაქსები, კურიერები ძალიან რთულია კომუნიკაცია. აი ზუსტად ერთ-ერთი ფუნქცია ამ გამოცდის არის კერძო სექტორი, როდესაც დამსაქმებელზეა რა თქმა უნდა ეს დამოკიდებული, მაგრამ მოთხოვნას ჩვენ ვხედავთ უკვე რომ ბევრი ადამიანია ასეთი და რა თქმა უნდა აუცილებელს ვერ ვიტყვი. ეხლა იქ პირველ კატეგორიაში მე გითხარით რომ აუცილებელი იქნება და ეს ავალდებულო არ იქნება. უბრალოდ ეს იქნება, მოდით ასე შევხედოთ. თუ დამსაქმებელი ამას მოთხოვს, მისთვის ეს უფრო სავალდებულო ხდება, თუ უნდა იქ მუშაობის დაწყება. ანუ ეს ქართული საზოგადოების ყველა მიმართულებით მენტალობაზე და სწორად იმოქმედებს. იმიტომ რომ აქამდე ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ იყო და მოთხოვნაც რა თქმა უნდა არ იქნებოდა. რომ ვახსენე დიასპორა, რითაც ჩემ ხსიერებაში დაიწყო ამ თემაზე საუბარი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. დიახ, დიასპორას იცით თქვენ რომ შაბათ-კვირას სკოლები აქვს, სადაც ქართული ენა ისწავლება და მათი სურვილი. უბრალოდ რატომღაც შეგრძნება რომ თითქოს მარტო უცხოელებისთვის. მინდა გითხრათ რომ ჩვენი თანამემამულეები, ქართველები, რომლებიც დასაქმებული არიან საზღვარგარეთ სხვადასხვა სამუშაოზე, მათთვის კარიერულ წინსვლასაც უწყობს ხალხს, რაც უფრო მეტი ენა იციან, მაგრამ ცოდნა დასტურდება რითი? ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. და აი ზუსტად ამისთვის განსაკუთრებით სხვათა შორის საკონსულოებში არა მარტო კარიერულ წინსვლას უწყობს ხელს, არამედ რა თქმა უნდა სახელფასო პოლიტიკაზედაც აუცილებლად აისახება. აი ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა ის უცხოელი სტუდენტები რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან, სწავლობენ, თქვენ რომ გადახედოთ უმაღლეს სასწავლებლებს და განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით, თქვენ ნახავთ რომ უცხოელი სტუდენტები ძალიან ბევრმა უმაღლესმა სასწავლებელმა სახელმწიფომაც და კერძომაც გააკეთა ქართული ენის შემსწავლელი კურსები. და აქედან გამომდინარე ბევრია იქ სურველი ამის და რატომაც არა, თუ ისწავლიან კარგად ეს კიდევ ერთხელ უსვავ ხალხს რომ არ არის სავალდებულო, მაგრამ რა თქმა უნდა აზრია იყოს სავალდებულო, მაგრამ თუ ნებაყოფლობითია, რაოდენობა გამოჩნდება, ანუ გაჩნდებიან ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით ჩაეწერებიან ამ გამოცდაზე? მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ დავიწყეთ 24 ნოემბერს რეგისტრაცია, თქვენ გახსოვთ ალბათ, ბატონმა გივი მიქანაძემ, ჩემმა მინისტრმა ბრიფინგი ჩაატარა ამ საკითხთან დაკავშირებით და ეს მართლაც უდიდესი მნიშვნელობის არის, ისტორიული მნიშვნელობის არის. და 24 ნოემბერს დავიწყეთ. დღეს 18 საათზე მთავრდება რეგისტრაცია. პირველი რეგისტრაციისთვის მე ხა თქვენთან რომ მოვდიოდი, რა თქმა უნდა, გადამამოწმე ინფორმაცია 53 ადამიანია დარეგისტრირებული. ეს უკვე კარგი მაჩვენებელია, მე ვფიქრობ და ყველაზე ნებაყოფლობით და ყველაზე საინტერესო. ეროვნებები იცით სტატისტიკა? აი მე უნდა გითხრათ ახლა ქვეყნები, რა ჩემთვისაც ეს იაპონელია ერთი ძალიან მიყვარს ეს თურქეთი, იემენი, აზერბაიჯანი ქვეყნები და რუსეთიც არის. ანუ ძალიან ფართო სპექტრი აღმოჩნდა უცბად ჩვენთვის მოულოდნელად, იმიტომ რომ არ დაგიმალავთ და ვფიქრობთ, ნებაყოფლობითია, პირველია და ვნახოთ ვინ დარეგისტრირდება. და აი ძალიან გამეხარდა. მინდა გითხრათ, რომ საქართველოს მოქალაქეებიც არიან დარეგისტრირებული და რა თქმა უნდა ჩვენი ეროვნული უმცირესობები. ანუ როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები, ასევე ჩვენი მოქალაქეები დარეგისტრირებული, ოღონდ აზერბაიჯანული გვარებით გასაგებია ჩვენთვის, რომ და ამიტომ კიდევ ერთხელ თქვენის ეთერით გაუსვავ ხაზს, რომ აუცილებლად დღეს 18 საათამდე უნდა მოასწრონ რეგისტრაცია. შესაბამისად, არ მგონია ნაკადია ამ 53 გაორმაგდეს, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოცდას ჩავატარებთ ჩვენ ცენტრში. თქვენ იცით, რომ
ცენს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენთან ტარდება ESA-ის გამოცდები, TOEFL-ის გამოცდები, Cambridge-ის გამოცდები, ჩვენი CERTUS-ის გამოცდები, ჩვენი პროექტი არის, რომელზედაც მოთხოვნა დღითი დღე იზრდება ინგლისური ენის მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ამ გამოცდილებით ჩვენი სპეციალისტებიც ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვისაც და მასპედაგოგებისთვისაც ჩვენ ვამზადებთ გამოცდებს და ქართულ ენასა და ლიტერატურაში და აი ეს კვალიფიციური კადრი ძალიან გამოგვადგა და ძალიან რომ არა ისინი ეს ყველაფერი ვერ მომზადდებოდა და რა თქმა უნდა იმ ანალიზმა, ფსიქომეტრულმა ანალიზმა და ექსპერტულმა შეფასებამ დაგვანახა რომ სრული მზაობა გვაქვს და ერთს გაუსვავ ხაზს ეხლა რაც გამოცდა ჩაინიშნება რა თქმა უნდა SMS-ები დაეგზავნებათ იმას ვინც რეგისტრირებული იქნება როდის რომელ საათზე სად ჩატარდება მაგრამ აქვე შემეძლია უკვე თქვა რომ ცენტრი მინდელის ხანომერში ჩატარდება რაოდენობიდან გამომდინარე მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის რომ ცენტრი ამითი არ ჩერდება წელს ჩვენ გვექნება A1 A2 B1 B2 და რა თქმა უნდა ქულების მიხედვით განისაზღვრება დონე 2030 წლისთვის ჩვენ ვალდებულება გვაქვს ასევე სახელმწიფო ენის სტრატეგიით განსაზღვრული რომ აუცილებლად მოვამზადებთ ყველაზე მაღალი დონის ტესტებსაც და უკვე საშუალება ექნებათ იქ ჩააბარონ წელიწადში ეს პირველია თორემ წელიწადში კანონში ასე წერია რომ რამოდენიმეჯერ დადგენილებაში მთავრობის უпростоრად რამდენჯერმე და ჩატარდება ეს გამოცდა ნახოთ როგორი იქნებიან სურვილები რა რაოდენობა იქნება ჩვენ კი მზადვართ მოვემსახუროთ ყოველთვის საინტერესოა მოკლედ ეს შედეგებიც შემდეგ უკვე როგორ უკვე ძალიან იაპონელი იქნება ყველაზე მაგარი, გაინა. ძალიან პოპულარულია ქართული საუბრით ერთი იაპონელი ბიჭი სოციალურ ქსელში და თან იქით გვასწავლის ხოლმე რაღაცებს და ეჭვმა ეს იქნება. ქალბატონინო, კიდევ რამდენიმე ამბავი გაქვთ და ახლა რომ არ გითხოთ ვერ გაგიშვებთ ისე, დღეს 1 დეკემბერს დაიწყო პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდები, ასევე რომელიც 3 დეკემბერს დასრულდება და აი 2025 წელს ამ კუთხით თუ რაიმე სიახლეები შეხვდათ მასწავლებლებს, აი დღეს უკვე რადგან დაიწყო ამ გამოცდებზე. თუ შინაარსობრივ მხარეს გულისხმობ სიახლეები არა გვაქვს და არ შეიძლებოდა ყოფილიყო, იმიტომ რომ თქვენ იცით რომ 25 წელს ზაფხულში ჩვეულებრივად ჩავატარეთ მასწავლებლების გამოცდები და ეს არის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბატონი გივი მიქანაძის ინიციატივა, რომ ხელი შეეწყო პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის, როგორც არაქართულენოვანი სკოლებისთვის, ასევე სპეციალური მასწავლებლებისთვის, თუმცა პრაქტიკოსებზეა საუბარი და კიდევ ერთი საშუალება მიეცა იმისთვის, რომ ჩააბარონ გამოცდები და 31 დეკემბერს ჩვენ ყველაფერი ამ მიმართულებით გვექნება დასრულებული. ანუ როგორც გამოცდა, ასევე გასწორება, შემდეგ აპელაციაზე თუ ვინმე შემოიტანოს და საბოლოო შედეგების განთავსება და მიწოდება მასწავლებელთა სახლისთვის და რა თქმა უნდა პირველ რიგში ჩვენი გამოსაცდელებისთვის. ეს სხვა შორის ძალიან განსხვავებულია ამბავი დაგვემართა გამოცდებისა და ეროვნულ წელს არ ველოდით ამას, მაგრამ რა თქმა უნდა მხარე დაუჭირეთ ძალიან სერიოზული მოსამზადებელი ზუსტად ისე ვემზადებით, როგორც ზაფხულის გამოცდებისთვის 750 ადამიანი დარეგისტრირდა, გადანაწილდა 2 საგამოცდო ცენტრში, ეს გახლავთ თბილისში 177 სკოლა და ქუთაისში 23 სკოლა. დღესდილით გამოცდები ძალიან კარგად დაიწყო, მე თვითონ რა თქმა უნდა და მგონი ახლა გამოცდიდან მოდიხართ ჩვენთან სტუდიაში. გამოცდიდან მოვდივარ და რა თქმა უნდა გამოცდაზე ბრძანდებოდა განათლების მინისტრის მოადგილე ბატონი ლევან ღირსეაშვილი, აკვირდებოდა პროცესს დავიმსახურეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა დადებითი შეფასება, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელმძღვანელები და პოლიტიკის განსაზღვრელი, რა თქმა უნდა, სამინისტროა და ძალიან კარგად დაიწყო გამოცდა. უბრალოდ ამ გამოცდას განსხვავებით ზაფხულისგან, ყველაფერს ზუსტად ისე უსაფრთხოდ, ძალიან კეთილგანწყობილ დაგვჭირდა რა დამატებით. რა?
საკიდები ზამთრის დასასრულისთვის და ეს აქამდე არ ქონია და ესეც კი მოვახერხეთ და ყველაფერი ძალიან ყოფილა მაინც სიახლე არ გვაქვს ყოფილა და მე კონკრეტული აი მაინც საგნების ჩაბარება რა საგნების ჩაბარება უწევთ ხოლმე პრაქტიკოს მასწავლებელს ესეც არჩევითი პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის არის ნახეთ უფროსი სპეციალური მასწავლებლისთვის დაიწყო ეს გამოცდა დღეს ეს კატეგორია გამოდის და რა თქმა უნდა არაქერთულოვანი სკოლების იმ აბსოლუტურად ყველა საგანში რომელიც ისწავლება არაქართულენოვან სკოლებში ჩვენ შევთავაზეთ და გამოხმაურება საკმაოდ კარგი იყო და ვიმედოვნებ ოღონდ ამითი მათთვის არაფერი არ ვთავდება ვიცი რომ ალბათ ამ კითხვასაც რომ დამისვათ რომ თუ ვერ ჩააბარეს მერე რა თქმა უნდა შემდეგი წლის გამოცდება ჩვენ ხო არავის არ უგზავნოთ გამოცდების მაგაცელებას თავარი გამოცდილი ყავს ქვეყანას მაგრამ პატენცემულო მთავარო გამოცდება არაპრაქტიკოსი მასწავლებლები თუ აი რა თქმა უნდა ჩვენ ტერმინოლოგიურად ხმარობთ ამას თორე ესენი არიან მასწავლებლები რომლებსაც უნდათ მასწავლებლობა ხმარობთ ასეთ ტერმინს მასწავლებელთა მსურველთათვის მასწავლებლობა ვისაც უნდა იმასაც ზაფხულის გამოცდებზე თქვენთან რო ვიყავი არაერთხელ ვიხმარე მასწავლებლებისა ეს ნიშნავს რომ მოქმედი და მასწავლებლების მსურველთათვის ახალი ადამიანები ვისაც სურვილი ექნება და მე ვფიქრობ რომ ამით მთავრდება პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდო შეთავაზება გამოცდაში მონაწილეობა ასე ვიტყოდი და მასწავლებელთა სურვილებისთვის გვექნება თუ რა თქმა უნდა კაუნტებლობაში რამე არ შეფერს. ნუ ახლა ის გადაგვჩენია მათაც წარმატება ვუსურვოთ. მესამე საკითხიც უნდა გავიაროთ, სადაც მასწავლებლები იქვე მოსწავლეებიც, ხო? იმიტომ რომ მოსწავლეთა ოლიმპიადა დასრულდა, რა ვქნათ, ესე ამ შობლის ჭრილიდან ასე ჩანს, რომ მოსწავლეების ოლიმპიადა დასრულდა და საინტერესოა, რამდენმა მოსწავლემ გამოთქვა ეროვნულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, როგორი შედეგია ჩვენეს და შესაბამისად მეორე ტურისთვის უკვე თქვა განახევდა უკეთესი შედეგი რა დონეა მოსწავლეების მინდა გითხრათ რომ აი მაგ მონაცემებს რო უყურებდი ნამდვილად უკეთესი შედეგები გვაქვს და რატომ წინა პარასკევს დასრულდა 14-ვე საგანში ჩატარდა ოლიმპიადა ესეც ეროვნულ სასწავლო გეგმაზეა დამყარებული და იქიდან ამოდის ეს საკნები ბუნებრივია და ამ საკნებში ტარდება ოლიმპიადა ჩვენ წელს ყავდა დარეგისტრირებული 26,000-მდე გამოცხადდა თვითონ თქვენ იცით რომ ეს არის პირველი ტური აბსოლუტურად ელექტრონულია და შესაბამისად ვის ად როგორ დაჯდება ჩააბარებს ამას არ აღნიშნულობა იქვე ხედავს თავის შედეგს უბრალოდ ჩვენთვის შედეგი შემდგომ ტურში გადამსვლელებისთვის გახლავთ ის რომ ამ თითოეულ საგანში საკითხთა 60% უნდა გქონდეს გადალახული და გამოცხადება იყო 76%, რატომღაც მეტი არ გამოცხადა, მაგრამ ჩემთვის სასიხარულო რა არის. თუ შარშან, ანუ წინა წლის მოდით 24-25 წლის ოლიმპიადაზე მეორე ტურში 6,900-მდე გადავიდა ეხლა ამ ტურში გადავიდა უკვე 7,800 თქვენ იყავით უფრო კეთილგანწყობილი თუ უფრო კარგად მოეზადეთ ნახეთ ეს არის უკვე ოლიმპიადის არსი ესმით ამ ბავშვებს კარგად გამოცდილება იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვამბობთ რომ ერთხელ გადით რამოდენიმეჯერ გამოდიან ცოდნას აგროვებენ ერთმანეთს უზიარებენ თვითონ პედაგოგებიც ამაში ხო ჩართულები არიან ეს ხო სკოლის სახელიც არის და კონკრეტულად პედაგოგები მათი მოტივაციაც არის და საგანზე თუ შეგვიძლია ვთქვათ რამე ყველაზე მეტად რა საგანზე არის მოთხოვნა ან ყველაზე რეიტინგულ საგნად რა სახელდება ყველაზე კარგი შედეგები რომელ საგანში მე გამიჭირდება დღეს მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა და რატომ ერთი თემაა რომ გითხარით რომ 25,000 დარეგისტრირდა მაგრამ თითოეულ მოსწავლეს აქვს უფლება ნებისმიერ საგანზე ანუ ერთი კი არა 2 3 4 აირჩიოს ამიტომ აი გაგიკვირდებათ ახლა ციფრები რასაც გეტყვით 54,000 ტესტი დაიწერა ნახეთ აი როგორი სხვა ციფრებია აბსოლუტურად და ტესტურად, აი ტესტების მიხედვით საგნობრივად რაც ახსენე ტესტი არის 12,000-ზე მეტი ადამიანი 12,000-ზე მეტი ტესტისთვის გვექნება მზაობა ოლიმპიადა ჩატარდება
ზამთრის არდადეგებს ეცრულიათ საქართველოს როისვენებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადის მეორე ტურს ატარებს. ეს უკვე ჩვენი მეთვალყურებით სკოლებში შევდივართ და რადგან არდადეგებია, ამიტომ მაგ პერიოდს ვსარგებლობთ მაგ მომენტზე ჩვენ არ ვისვენებთ. თქვენ ზაფხულშიც არის ვენებთ ივლისში, როცა ცხელი ზაფხული წება ხოლმე მისაღები გამოცდებით. მაგრამ კარგია. დიდი მადლობა. ქვეყნის მთავარი გამომცდელი ვყავთ პირდაპირ ეთერში და ძალიან საინტერესო ამბები მოვისმენთ. და მე მინდა რომ ყველას უსურო წარმატება. თქმა უნდა. განსაკუთრებით სახელმწიფო ენის გამოცდილება. ძალიან საინტერესო შედეგი. ჯართული. მადლობა.